პატარა ამერიკულ ქალაქში რომელშიც ცხოვრობ, გვაქვს რამდენიმე ჯგუფი, რომელშიც იპოსტება ხოლმე Facebook-ზე რაღაცა ამბები, რომელიც ხდება ქალაქის გარშემო და ცოტა ხნის წინ შევედი, ვსკროლავ და დავინახე ესეთი პოსტი, რომ ვიღაცა დასკრინული ქონდა ძველი პოსტი ამ ჯგუფიდან და ეს პოსტი რატო წაშალესო, საინტერესოა რა ხდებაო და წავიკითხე რა ეწერა, რომ იქ იყო გამოფენილი ვიღაცის სანომრე ნიშნები და მანქანის აღწერა და ამბობდნენ, რომ ფრთხილად იყავით ესა და ეს ამადამ ფერის მანქანა, ამადამ ნომრებით დავინახე პარკის გარშემო დადიოდა წრეებზე, რამე ისეთი არ იყოს. ამ სკრინის ქვეშ თვითონ აი ეს ორიგინალი პოსტი ვისიც იყო, ის ადამიანი აკომენტებს, რომ წაშალეთო ეს პოსტი, ნუ გაპოსტავთო, გაირკვაო ეს რა ვისი მანქანა იყო, რა ამბავი ხდებოდაო და აღარ არის საჭირო ამის დაპოსტვაო და ეთყობა რამდენჯერმე დაპოსტეს და მანამ ეთყობა გვერდითა ჯგუფებშიც გადაიპოსტა სავარაუდოდ. ამავე პოსტის ქვეშ ამ მანქანის პატრონის კომენტარიც არის, რომელიც ამბობს, რომ მე და ჩემი ოჯახი ხშირად დავდივართ მაგ პარკში იმისთვის, რომ Pokemon Go-ს ვთამაშობ ბავშვებთან ერთად და სკრინშოტებით დადო იმისი, რომ როგორ თამაშობენ აი თავისი Pokemon Go-ს თამაშიდან. გაირკვა ეს თემა რა. რამდენიმე ადამიანმა იქვე დაპოსტა, რომ ჩვენც ხშირად დავდივართ მან Pokemon-ის სათამაშოდ და მოკლედ არაფერი ისეთი არ არის და ასე შემდეგ. 40-მდე კომენტარი იყო ჯერჯერობით როცა ვნახე ეს და აი ამ ორიგინალი პოსტის ავტორის და მანქანის პატრონის კომენტარის ქვეშ უკვე წამოვიდა ვიღაცეების კომენტარები, რომლებშიც წერია, რომ აი მაგალითად ეს. აი ეს ადამიანი წერს, რომ როგორც ჩანს, მათ ანუ ვიღაცა ახალი პერსონაჟი გაიჩნდა უცებ ამ ისტორიაში, რომ მათ უნდათო რომ დამალონ ტრეფიკინგის პრობლემა, რომელიც ამ ქალაქში არისო. ანუ ტიპი შემოვიდა, წაიკითხა ორიგინალი პოსტი, კომენტარებში რა ხდება და რა გაირკვა და როგორ არის, არც კი გაჩაუხედია, თავის თავში რაღაცა გადახარშა, გამოიგონა ახალი პერსონაჟი ისინი, რომლებიც ცდილობენ, რომ ტრეფიკინგის პრობლემა დამალონ ამ ქალაქში და დააკომენტარა ესა. იქ ვიღაცა წერს, რომ ნუ ხარო დრამატულიო, ანუ გაირკვაო ეს ამბავიო. ამის შემდეგ მე დავპოსტე კომენტარი, რომ მეთქი ეს მოხდა თქო. მერე გაირკვა მეთქი, მანქანის პატრონმა დაპოსტა მეთქი აქ თქო და მაგის ქვეშ მაინც არის ხალხი, რომელიც შეთქმულების თეორიებს თხზავს მეთქი და ვიდრე აი ამ ვიდეოს წერდი ვიღაცამ მომიკომენტარა ეს, რომ ხალხს ნუ ამუნათეფო, რომ რა ქნანო ეხა ფრთხილობენო და მე უბრალოდ ესე იგი აღვწერე სიტუაცია, როგორ შეიქმნა არსაიდან რაღაცა კონსპირაციის თეორია. და ვიღაცა შემოვიდა და მე დამიწერა აი ამ ხელა სპიჩი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე როგორ არ არის საჭირო ხალხის დამუნათება ზედმეტი სიფრთხილისთვის. ანუ ზედმეტი სიფრთხილე იყო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიღაცა ტიპმა გადაწყვიტა, რომ არსებობენ ვიღაცეები, რომლებიც თვითონ გამოიგონა, რომლებიც ცდილობენ ტრეფიკინგის დამალვას. ეხლა მე გეტყვით რა მოხდება. ვიღაცა ტიპი რომელიც კომენტარებსაც არ წაიკითხავს, მაგრამ თვალში გაეჩხირება აი ეს რაღაცა თემა იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ტრეფიკინგის პრობლემა არის ამ პატარა ქალაქში, წავახვალ სამსახურში, ვიღაცა თავის თანამშრომელს მოუყვება იმას, რომ როგორ დადიან ერთ-ერთი პარკის გარშემო რაღაცა ჯიპები, სავარაუდოდ ხალხს იტაცებენ და ტრეფიკინგის პრობლემა არის ამ ქალაქში. მერე ის თანამშრომელი წავა და თავის ბიძაშვილს, რომელიც ცხოვრობს კენტაკიში ან ტენესიში, ჩაუგდებს ამ ინფორმაციას და ეტყვის, რომ ვაიმე რა ხდება ხალხო, ნიუ-იორკის ეს დემოკრატების მიერ მართული შტატი რა დღეშია, რომ ჩვენთან უკვე ესე იგი ტრეფიკინგი არის და ხალხი ამას მალავს. ეს მე გავრცელდება და ხვალ ან ზეგ იმედი და რუსთავი ორი გადმოთარგმნის ამ ინფორმაციას და თქვენ მოგიყვებათ, რომ რა საშინელება ხდება ამერიკაში ადამიანებს იტაცებენ პარკებიდან. ანუ გასაგებია ხა იმედი და რუსთავი ორი ვიხუმრე, მაგრამ ზოგადად წარმოიდგინეთ ერთი წუთი, რომ აბსოლუტურად არაფრიდან შექმნა ტიპმა რაღაცა კონსპირაციული თეორია. მე მეჩხუბენ იმის გამო, რომ სიტუაცია აღუწერე ნაბიჯ და წარმოიდგინეთ ეხლა, რომ პროპაგანდისტული მანქანა რო არის ჩართული აი ამ
ხალხის გონების ასარევად, არა მარტო აქ, არამედ მანდაც რამხელა ძალა აქვს, ანუ არც კი ჭირდება რომ რაღაცა ინფორმაცია, გამოგონილი ინფორმაცია მოაწოდონ, ანუ პროსტა სიტუაცია ჩააგდო, ტიპა რომ ჯიპი დადის, ესე იგი, პარკის გარშემო და ამან დაასკვნა, რომ როგორც ჩანსო, ვიღაცეები ცდილობენ ტრეფიკინგის დაფარვასო. ანუ წარმოიდგინეთ ერთი წუთი, როდესაც პროპაგანდის მანქანა მუშაობს, რა შეიძლება მოხდეს.